პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად დავბრუნდით. ჩვენი სტუმარი გახლავთ დიდი დიღმისასი 1000 მოწამის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი. დაგლოცეთ მამაო. დღეს წმინდა ანტონი დიდის ხსენების დღეა, როგორც ვიცით, გილოცავთ მამაო თქვენს მრავალს დაესწარით. და პირველი შეკითხვით სწორედ ამ დღესასწაულს შევეხოთ და სანამ ჩვენს ძირითად სასაუბრო თემაზე გადავიდოდეთ, იქნებ პირველ შეკითხვაში პასუხად მიმოვიხილოთ წმინდა ანტონი დიდის ცხოვრება და მისი მოღვაწეობა. დიახ, ხანი როგორც თქვენ აღნიშნეთ, მისი ხსენების დღეა და ყველას გილოცავთ, ყველა ქრისტიანს, ყველა ჭეშმარიტების მაძიებელს და ანტონი დიდს ეკლესია სათუთად უფრთხილდება მის სახელს და ეს არის ერთ-ერთი მწყინვალე და დიდებულ პიროვნებათაგანი, რომელიც ქრისტიანულ ისტორიაში, კაცობრიობის ისტორიაში მრავალია და ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი მას უჭირავს. მისი სიდიდის წარმოსაჩენად შეიძლება წარმოვადგინოთ ერთ-ერთი წმინდა მამის ხილვა, როდესაც ის ღმერთს თხოვდა, რომ წმინდა მამები ეხილა სასუფეველში, რომელიც განდიდებული არიან ღვთის წინაშე. და როდესაც სასუფეველი იხილა და ეს განდიდებული მდგომარეობა წმინდა მამების იქ ვერ ნახა წმინდა ანტონი დიდი. და ესე იგი უფალს ასეთი რამ მკითხა, რომ ანგელოს სად არისო ანტონი დიდიო? ნუ თუ ის წმინდა მამათა შორის არ არის, ანტონი დიდიო იქ გიებსო, სადაც უფალი ღმერთი თვით არისო. და აი რაღაცა ეს დიდი მდგომარეობა წარმოჩნდა მისი. თუ თქვათ ანტონი დიდის ცხოვრებას შევეხებით ზოგადად, ის 251 წელს დაიბადა. 105 წლის მანძილზე იცხოვრა. ეს იყო უდიდესად დიდი მოსაგრე ადამიანი. და თუ თქვათ ჩვენ ზოგადად აი ძალიან მოკლედ შევაფასებთ მის ცხოვრებას, ეს არის ძალიან დიდი ადამიანი, რომელმაც განვლო პირადი ცხოვრება, თქვათ ამ ქვეყნიური წოდვილი მდგომარეობიდან ვიდრე სასუფევლის დამკვიდრებამდე. ეს არის ძალიან დიდი პიროვნება. ჩვენ ახლა ვიცით რამ ხელმძღვანელობა აქვს ნებისმიერ სფეროში გამოცდილ ადამიანს და ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება განღმრთობისა. ესე იგი როგორ განიღმრთო, ანუ როგორ დააღწია თავი ამ ქვეყნიურ პრობლემებს, ამ ქვეყნიურ ბოროტებას, თვითონ დემონთა შემოტევებს და როგორ დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი. ანუ როგორ მიაღწია იმ მიზანს, რომელი მიზანიც თითოეულ ქრისტიანს აქვს. ეხლა რო წარმოვიდგინოთ ასეთი რამ, ახლა ქრისტიანები, როგორ ვთქვათ, აი ღვთისგან ვართ ძალიან განებივრებული, გვაქვს სახარება, გვაქვს მოციქულთა სწავლება, გვაქვს წმინდა მამათა სწავლება. ანუ წიგნიერად, ანუ ჩვენ გვაქვს ლიტერატურა უმდიდრესი. აი სპეციალური ლიტერატურა, თუ როგორ უნდა ცხონდეს ადამიანი, თუ როგორ უნდა მიუახლოვდეს უფალს. მაგრამ რომ არ ქონოდა და მარტო დიდი ყოფილიყო და მისი ასე ვთქვათ დანატოვარი ეს არის სრულყოფილი სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დააღწიო თავი ნებისმიერ წოდვას და როგორ უნდა დაიმკვიდრო ცათა სასუფეველი. მას დარჩა მრავალი სწავლანი, ქადაგებანი, ბერმონაზონთათვის წესგანგებანი და მრავალი სწავლება მისი მოსწაფეების მიერ შედგენილი ანტონის მიერ ნათქვამი. ეს არის აი უმდიდრესი მემკვიდრეობის მქონე ადამიანი, რომელიც ესე იგი აი მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ღვთის წყალობა იყო ჩემზე დიდი, როდესაც მე მოვინათლე 1991 წელს, იმ წელს გამოსული საეკლესიო კალენდარში იყო თავმოყრილი ანტონი დიდის ძირითადი სწავლანი. და ეს ჩემთვის როგორ ვთქვათ, აი როგორც სამაგიდო წიგნი ისე გახდა. ესე იგი, ისე მარტივად და ისე სრულყოფილად გიხსნის ყოველივეს, თუ რა პრობლემები შეიძლება გქონდეს შენ პირადად და თითქოს ვფიქრობდი, რომ ჩემში ხომ არ იყურება ეს ადამიანი და ისე ხო არ წერს მეთქი. იმდენად სრულყოფილია მისი სწავლა და იმდენად სრულყოფილებისაკენ მიგიძღვის და თან გარიდებს ყველანაირ პრობლემას, რომელიც შენ შეიძლება შეგეჩეხოს, რომელსაც შენ შეიძლება, რომლის ქვეშაც შეიძლება შენ აღმოჩნდე ამა თუ იმ სიტუაციაში. როგორც თქვით, კიდე მან სპეციალური წესგანგება დაწერა მონაზონთა შესახებ.
ნუ მონოზონება ვიცით რომ ეს არის განსაკუთრებული ცხოვრების წესი, რომელიც ბერძნული სიტყვიდან გამომდინარეა და ნიშნავს მარტო ცხოვრებას. და აი მარტოდ მცხოვრებთ, ანუ ღმერთის წინაშე მოღვაწეთა ცხოვრება აქვს სრულყოფილად აღწერილი. თუ რა შეიძლება, რა არ შეიძლება, რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ესე იგი ასკეტურ პიროვნებად ჩამოყალიბდე, ანუ როგორ უნდა ჩამოაყალიბო საკუთარი თავი. ნუ ეხლა როდესაც რაღაცა პროფესიას ეუფლება ადამიანი, ან რაღაცა მიზანი აქვს მას, ყოველთვის რაღაცა თვისებები ჭირდება მას, რაღაცა თავდადება ჭირდება. და ეს სრულყოფილად აქვს მას აღწერილი და ჩვენ ვიცით რომ იგი არის მონასტრული ბერმონოზნული ცხოვრების ფუძემდებელი. მანამდეც არსებობდნენ განმარტოვებული მამები, ანტონი დიდი ეგვიპტელი იყო და ეგვიპტის ისტორია წმინდა მამათა შესახებ აი უდიდესია და ეგვიპტელი მამები ყოველთვის ასე ვთქვათ აი ის ნათელია ქრისტიანობაში, რომელსაც ვერაფერი ვერ მოერია. ბოროტი ძალა ვერ მოერია და აი ანტონი დიდი იყო რჩეული მათ შორის, რომელმაც აი ეს ყველაფერი ჩამოაყალიბა და მონოზნურ ცხოვრებას დაუდო სათავე. ვთქვათ პრაქტიკულადაც მე პირადად სკვნილი ძალიან მეყვარდა და ეს სკვნილიც კი ანტონი დიდიდან იღებს სათავეს. და აი ბევრი რამ მისგან იღებს სათავეს. ამ პიროვნებამ ჩამოაყალიბა, დაადგინა და ბიძგი მისცა მონოზნურ ცხოვრებას, მოწესრიგებულ ცხოვრებას ღმერთის წინაშე. თქვენ თქვით წეგან რომელ წელს დაიბადა წმინდანი და ვიცით რომ მას მოუწია ცხოვრება ისეთ პერიოდში, როდესაც ქრისტიანობა იდევნებოდა, ანუ არ იყო მარტივი მართლმადიდებლური აღსარებლობა. და ამ ცნებებით ცხოვრება როგორ აღესრულა წმინდანი და დავასრულოთ ამ თემაზე ჩვენ საუბარ და გადავინდოთ ჩვენ მთავარ თემაზე. მის შესახებ ისტორიას და მის ცხოვრების შესახებ ძალიან ესეთი ლამაზად მოგვითხრობს წმინდა ათანასე ალექსანდრიელი ეპისკოპოსი, რომელიც მის ცხოვრებას გადმოგცემს და ესე იგი აღწერს მის ურთულეს გზას, რომელიც მან გაიარა. დემონთაგან იგვემებოდა, ადამიანთაგან თვითონ განეშორა და მან მიაღწია უმაღლეს საზომს, რა საზომსაც შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს. ნიჭი ჰქონდა საკვირველთმოქმედებისა, ბუნების მოვლენებზე ზემოქმედებისა, მჭვრეტელი იყო ადამიანის აზრები ესმოდა, მათ ცხოვრებას ხედავდა, წინასწარმეტყველება უნარი ჰქონდა. ანუ ის იყო სრულად გამბრძნობილი საღვთო მადლით. და როგორც იგი ბრძანებს, მან მის ცხოვრების შესახებ ათანასე ალექსანდრიელი ბრძანებს, მან მიიღო უმაღლესი საზომი, მასში დაემკვიდრა სული წმინდა, რომელიც მასაც განაბრძნობდა და ადამიანებსაც ნუგეში სცემდა. ანტონი დიდის ცხოვრება სამ ნაწილად რო დავყოთ, პირველი ორი ნაწილი უდაბნოში მიმდინარეობდა, ანუ განმარტოებულ მდგომარეობაში. მაგრამ როდესაც ის აღივსო საღვთო მადლით, როდესაც მან პირადად მოიწყვიტა ყველანაირი ვნებები საკუთარ პიროვნებაში და აღივსო ღვთის მადლით, მე ის ისე ვერში დაბრუნდა და მას ჰქონდა უდიდესი ესე იგი ქადაგების ძალა. მასთან ურთიერთობა, აი რაც არ უნდა სასოწარკვეთილი მისულიყო, რაც არ უნდა განრისხებული და აღზნებული ადამიანი მისულიყო, რაც არ უნდა თავისი გეგმებით მისულიყო ადამიანი, აი საოცრად ლმობიერი მოდიოდა მისგან და საღვთო მადლით ასე ვთქვათ დარწყულებული. და მან აი უდიდესი სწავლებები ჰქონდა, აი მის სწავლებას რო შეეხო, აი ამაზე შეიძლება თვითონ კონფერენციებიც კი მოეწყოს, რომ იმდენად დიდია მისი სწავლებები და იმდენად სწორ მიმართულებას აძლევს ადამიანს და აი მის სწავლათა სტილს რო შევეხოთ, აი ერთ თქვენი ნებართით დავასახელებ. მაგალითად გონიერი ადამიანის შესახებ საუბრობს ანტონი დიდი. და ანტონი დიდი ამბობს, რომ ადამიანები როდესაც ამბობენ, რომ ესა თუ ის კაცი გონიერია, უმეტეს შემთხვევაში ცდებიანო. იმიტომ რომ გონიერებაო ეს არ არისო, როდესაც ვთქვათ ვინმე ბრძენის სიტყვას ისწავლე და იზეპირებ, ან და რაღაცა ნაწერებს წაიკითხავ და დაიმახსოვრებ. ესე იგი გონიერება ეს არისო, როდესაც ადამიანი ერკვევაო, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. როდესაც ის არ ტყუდება ღმერთისაკენ სავალგზაზე და მისი ვთქვათ ასეთი შემთხვევაც შეიძლება და ეს კაცობრიობის ისტორიაში ხშირად არის, რომ ადამიანმა ესე იგი ბოროტმა ძალამ შეიძლება ადამიანს რაღაცა შესთავაზოს ამქვეყნიური სანაცვლოდ იმისა, რომ მან შეწყვიტოს ღმერთისაკენ სვლა. და ესე იგი ადამიანი ერთდროულად შეიძლება ღმერთისაკენ არ მიდიოდეს, მაგრამ რაღაცა ამქვეყნიურ სიბრძნეს ეუფლებოდეს. და ანტონი დიდი ბრძანებს, რომ ეს სიბრძნე არ არის, ეს გონიერება არ არის. სიბრძნე არის ის, როდესაც ადამიანი მიდის ღმერთისკენ და რა თქმა უნდა,
ეუფლება იმ დიდ ცოდნას, რომელსაც ღმერთი თავაზობს პირველ რიგში წმინდა მამები და მეორე ამ ქვეყნიური, ასე ვთქვათ, პროფესიული. ასე რომ გონიერების შესახებაც, მოშურნეობის შესახებაც, ძალიან დიდ დღევანდელი თემაა მოშურნეობა, შური. ამის შესახებაც დიდ ცოდნას გვაძლევს წმინდა მამა. ასე რომ მისი ცოდნა მისაღებია და აი ეს ჩვენ ვართ ბედნიერები, რომ ასეთი მემკვიდრეობა გვაქვს და გამზადებული სწავლება გვაქვს, რა თქმა უნდა, ცხონების მსურველთან. ლოგიკური იქნება ალბათ ჩვენი გადასვლა, ეს შურზე უნდა ვისაუბროთ და აი საოცარი რაღაც მატერიალურ სამყაროში უფრო მეტად ვლინდება ეს უნება, ვიდრე სულიერ სამყაროში, აი ნაკლებად ალბათ თუ ვინმე შეგვშურდეს სულიერად გაგრძნობილი ადამიანის, იგივე თქვათ ახლა ვიზეც ვსაუბრობთ, არა რომ მას მივიბაძოთ. ჩვენი ეს განცდა დაუფლები ალბათ ყველას მეტნაკლებად რაღაცა დოზით, ძალიან მარტივია მისი გამოწვევა, მხოლოდ მატერიალური შეხედულებებით და მატერიალური განწყობებით. რა შეიძლება ითქვას, როგორი არის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება ამ ცოდვასთან მიმართებაში და რამდენად თქვენ როგორც აი პრაქტიკოსი მოძღვარი, არ ვიცი რამდენად სწორად ვამბობ ამ სიტყვას, ანუ გაქვთ მრევლთან ურთიერთობა და შეხება, მე სხვადასხვა გუშინ დავფიქრდი პირველად ამაზე. რამდენად იაზრებენ ადამიანები, ანუ რამდენად ხშირად ამბობენ ახსარებაში და განიცდიან თუ არა იმას, რომ აწუხებთ ეს ნება. ალბათ უმეტესობა ხა თანამედროვე სცენია, რომ შეიძლება ნაკლები სიღრმე აქვს ჩვენს ამ თუ იმ მიმართულებას, მაგრამ თუ ადამიანი თქვათ ავაწყობთ ჩვენ წარმოდგენას ღმერთის შესახებ ეკლესიაზე დაყრდნობით, სწავლება ესეთია, რომ უნარი აი ამტომ დიდი ბრძანებს, რომ მოშურნეობა ეს არის შინაგანი ცეცხლი, რომელიც უნდა იყოს ადამიანში. ანუ ეს ღმერთმა მისცა ადამიანს ეს უნარი მოშურნეობის, ანუ შინაგანი ცეცხლოვანების, აი როდესაც შენში რაღაც აი დუხს და რაღაცა ცეცხლივით ანთია და შენ გაქვს დიდი სურვილი რაღაცის მიღწევისა. ეს არის ბუნებრივი, ეს ღმერთისაგან ჩადებული ადამიანში. თქვათ ისევე როგორც განკითხვის უნარი, ანუ ის გონებამახვილობა, რომლითაც ადამიანმა თავში არსებული პრობლემები უნდა დაინახოს და ბოროტი ძალის მოქმედება შენიშნოს თავის თავში და ირგვლივ ცხოვრებაში. და იგივე უნარია მოშურნეობისა, რომ შენ რაღაცა ხომ უნდა გამოქმედებდეს, რაღაცა ცეცხლი ჭირდება ადამიანს წინსვლისათვის. მაგრამ პრობლემა შემდგომშია, რომ ამ პარტავნების შედეგია ამ უნარის არასწორი გამოყენება. ესე იგი შეიძლება ადამიანმა ეს უნარი, რომელიც ღმერთისაგან მისაცხონებლადაა მიცემული, არასწორად გამოიყენოს და არასწორი მიმართულებით. და ეხლა როგორ ხდება ამ უნარის არასწორად გამოყენება? მაგალითად ადამიანი რომელსაც შური შეიპყროს, წმინდა მამები ამბობენ, რომ ამ პარტავნების შედეგია შურიანობა. ანუ ეს არის როგორც რკინასო ჟანგი მოსპობს, შეჭამს, ნელ-ნელა შეჭამს და რკინისგან აღარაფერს დატოვებსო, ასევე არისო შურიო, ადამიანის გულისგანო არაფერს აღარ დატოვებსო, მთლიანად დაღრღნისო, მთლიანად განლებსო. და ეს შური რა არის? როგორც ბასილი დიდი ბრძანებს და მე სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონშია შესული, ეს არის მწუხარება სხვისა სიკეთესაზე და ესე იგი ადამიანსო, რომელსაც ეს ვნება აწუხებსო, ანუ შურიანობისო, ესე იგი ორი რამე შეიძლება შეაწუხოს ცხოვრებაშიო, საკუთარმა პრობლემებმაო, ეს ერთი ის შეიძლება დარდობდეს საკუთარ პრობლემებზე, ეს ბუნებრივია, მაგრამ არაბუნებრივია, მან შეიძლება იდარდოსო სხვის სიკეთეზეო. ანუ შეემთხვა ადამიანს რაღაცა რამდენ დარდობს და ძალიან და ეს არის ამ პარტავნების შედეგი. ესე იგი ამ პარტავნება შლის და ანგრევს ადამიანს და შური მისი გამოვლინებაა. ეხლა შინაგანი მექანიზმი რო ჩავიხედოთ როგორია, ამ პარტავნებაში მყოფი ადამიანი მიიჩნევს, რომ ის ყველაზე ნიჭიერია, ყველაზე გონიერია. ყველაფერი მას უნდა კონდეს. ხო და მე როდესაც ის ამჩნევს, რომ თურმე ესე არ არის, ეხლა შეიძლება ერთი ადამიანი ნიჭიერი იყოს, მაგრამ ამის პარალელურად მეორე ადამიანის ნიჭიერია და მესამეც და ეს ნორმაა, იმიტომ რომ ადამიანი ღვთის მსგავსად და ხატად და მსგავსადაა შექმნილი და ბუნებრივია ადამიანს უნდა ახარებდეს თავისნაირის ნახვა, ესე იგი ასეთ კარგ მდგომარეობაში. მაგალითად იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ ესე იგი ადამიანიო დემონიც კი არ იქცევა ის ამ შურიანობის დროს როგორც იქცევა ადამიანი, ასე დემონიც კი არ იქცევა, დემონსაც გაუსწრო ადამიანმა ამ თვისებითო. მაგალითად დემონის არ შურსო.
დემონს ადამიანის შურს. და ის რა თქმა უნდა მოსვენება დაკარგულია. აი დემონი მაგალითად მოსვენება დაკარგულია. ვერ იტანს ადამიანის სიკეთეს. სიკეთეში რა იგულისხმება, როდესაც ღმერთს აქვს ურთიერთობა ადამიანთან, როდესაც ადამიანს აქვს პოტენციური და რეალური ზოგს პოტენციური შესაძლებლობა ღმერთთან ურთიერთობისა. და ასეთ შემთხვევაში დემონი მოსვენებას კარგავს. რა თქმა უნდა შურითაა სავსე. მას არ უნდა ვინმე იყოს წარმატებული, მაგრამ თუ დემონები ასე არ იქცევიან ადამიანებსო, შეიძლება ერთმანეთის შურდესო და ასეო ქცევაო, ეს უფრო ადამიანური თვისება არ არისო, ეს უფრო პირუტყული არისო, ვიდრე ადამიანურიო. და რა თქმა უნდა, ეკლესია, რა თქმა უნდა, წმინდანები მოუწოდებენ, რომ ადამიანმა თავი დააღწიოს ამ საშინელებას. თორემ შეიძლება ყველანაირი პირობები იყოს სიხარულისათვის, სიყვარულისათვის, წარმატებისათვის, მაგრამ აი ამ საშინელმა ჭიამ შეიძლება ადამიანის გული ისე დაღრღნას, რომ მისგან არაფერიც არ დატოვოს. ნუ ახლა რა შეიძლება შურის საწინააღმდეგო იყოს? რა თქმა უნდა, სიყვარული. აი სიყვარულის საწინააღმდეგო არის შური. აი მაგალითად თუ ადამიანს მე მიყვარს ადამიანი და შევხედავ მის რაღაცა თვისებას, ვთქვათ ეს ადამიანი არის მამაცი და გულადი შინაგანად, ხომ? თუ მე ეს ადამიანი მიყვარს, მე ვიტყვი როგორი მამაცია, როგორი გულადია, როგორი დიდებულია და მადლობა ღმერთს. თუ არ მიყვარს, მაგრამ თუ არ მიყვარს და ვარ შურით აფსილი მის მიმართ, მე ვიტყვი რომ ნახე როგორ წარმოაჩენს თავის თავს, ნახე ახლა ვისაჩვენებს თავის თავს, ასე და როგორი ასე ვთქვათ, ამპარტავანია, როგორი ზედმეტობა, რა საჭიროა ეს ყველაფერი და აი ნებისმიერ კარგ თვისებას ადამიანისას ცუდად განახებს. და ახლა ამის მერე რა პრობლემები წარმოიშვება? ნუ რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენ თავში ეს ჩვენ ყველას გამოგვიცდია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ იმ ლოდის ქვეშ მოქცეული, რომელსაც ქვია ვთქვათ ვნებები, ცოდვები, ამპარტავნებანი. ადამიანმა ერთი წამითაც რომ შეაჩეროს მოღვაწეობა, ის უკვე როგორც ჭაობი ისე ითრევს მას, აი თუნდაც ადრე უკვე გამარჯვება რო გაქვს მიღწეული იმ ცოდვებთან მიმართებაში, ის ცოდვები ისე უკან გიბრუნდებიან. ამიტომ ვიდრე ამ ქვეყანაზე ვართ, უნდა ვიღვაწოთ, იმიტომ რომ თამდაბლობით და სიყვარულით და ეს სიფხიზლე არ უნდა მოგვაკლდეს, თორემ ჩვენ რკინა ვახსენეთ და რკინას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა თუ ჩვენ მას არ მივხედავთ რომ ჟანგი მოეკიდოს და თუ ჩვენ იმ ჟანგს არ მივხედავთ ის ჟანგი ნენელა შესჭამს იმ რკინას და იგივე მართება ალბათ ნიშანია იმისა რომ ჩვენ გულსაც იგივე საშიშროებები ელოდება რომ რაღაცა აი ამ ჟანგმა არ შეგვიჭამოს თორე შეიძლება ასეთი რამეც ხდება რომ ადამიანები შეიძლება აი ამ ურთიერთ ბრძოლაში, ინტრიგებში და ესე იგი ერთმანეთის მიწევ-მოწევაში თუ გადაწევა-გადამოწევაში შეიძლება ატარებდნენ თელ დროს და ხარჯავდნენ რაღაცა უდიდეს ფსიქოლოგიურ და სულიერ ძალებს და ახლა ამის მაგალითი კაცობრიობის ისტორიაშიც ბევრია და პირად ცხოვრებაშიც შეიძლება ვნახოთ, მაგრამ ყველაფერი მშვენდება, ლამაზდება, როდესაც ჩვენ ღმერთს მივაკულებთ. აი ღმერთს მე ყველა შემთხვევაში უყვარდი. აი მაშინაც კი, როდესაც მოუნათლავი ვიყავი, როდესაც არაფერი არ ვიცოდი და ღმერთი ჩემს მიმართ ავლენდა უდიდეს სიყვარულს. ეს მე მიგრძნია ჩემს ცხოვრებაში და მე აღფრთოვანებული ყოფილვარ ამით, როგორ ვინ ვარ ახლა მე რომ სიყვარულს მივლენს ღმერთი და რაღაცა სასწაულს ახდენს ჩემს ცხოვრებაში. ისეთ სასწაულს, რომელიც მარტო მე მესმის, რომ ის არის სასწაული ჩემს გულს. ყველა ცხოვრებაში ესეთ სასწაულები. ყველა ცხოვრებაშია და ეს ნიშანია იმისა, რომ ღმერთს შენ ყველანაირი უყვარ ხარ და ცდილობს, რომ შენ უკეთესობისკენ წაგიყვანოს და თუ ჩვენ ღმერთის ხატი და მსგავსიც უნდა გავხდეთ, ჩვენც ანალოგიურად უნდა ვიქცეოდეთ და ადამიანებმა ერთმანეთს ხელი უნდა შეუწყოთ, იმიტომ რომ არ არსებობს უნიჭო ადამიანი, არ არსებობს ადამიანი, ნუ ზოგი შეიძლება მაგალითად ანტონ დიდი ბრძანებს ერთ თავის სწავლებაში რომ ნუ ეძებთო სრულყოფილ ადამიანებსო. ესეთებია არ არსებობს ადამიანი და მიაქციეთო ადამიანის საუკეთესო თვისებას ყურადღებაო. იმიტომ რომ ადამიანი რაღაცა მიმართულებით არის ძალიან ძლიერი. მე შეიძლება არ მქონდეს ყველანაირი სიკეთე, მაგრამ რაღაცა პატარა მაინც მექნება. და აი ჩვენ ერთმანეთს ადამიანებმა აი
ცხონებულ ნოდარ დუმბაძეს აქვს ესეთი ადამიანი, ქანდაკებას გავსო და შემოვა, რომ რა საიდანაც საუკეთესოდ იხილვებო, იქიდან უნდა განიხილო ისო და აი ჩვენც ერთმანეთი ადამიანებმა ასე უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ ჩვენში ძალიან დიდი სიკეთეა ჩადებული და ის მარცვალია, რომელიც ღმერთმა ჩადო და ღმერთს ვემსგავსებით. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, ვიდრე ის ამ ქვეყანაზე არის, ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც სოდვაში ჩავარდნილი, ატარებს დიდ სიკეთეს და იმ ღვთიურ მარცვალს, რომელიც ჩადებულია მასში, როგორც იოანე მახარებელი ბრძანებს, ნათელი იგი ბნელსა შინას ჩანსო და ბნელი იგი მას ვერ ეწიაო. ასე რომ ამ ქვეყანაზე ადამიანში ყოველთვის არის ის ნათელი, რომელიც შეიძლება დღესაც აფეთქდეს და ძალიან დიდ სიკეთეთ იქცეს. მამა ლუკა, აი გაგვიგია რომ ადამიანები ერთგვარ დიფერენცირებას ახდენენ ხოლმე და გამოყოფენ პირობითად მე თეთრი შურით მშურსო თქვა და რაღაც ძალიან რო შურ თუ იძახია რომ ეს არის შავი შურით. თუმცა ნუ ეს საკმაოდ ხშირად გვესმის ჩვენს. აი ადამიანური ფაქტორია, როდესაც თქვათ სხვის წარმატებას გაიგებ, ახლობლის წარმატებას გიხარია, გამოხატავ რომ გიხარია, თუმცა გულის სიღრმეში გრძნობ ხოლმე რომ აი ნეტა მეც მქონდეს ასეთი წისვლა უკვე შედარებას უკეთებ და ეს უკვე ალბათ ის პირველი მარცვალია რაც მე აღვივებს ეს ალბათ ჯერ თეთრია და მე გაშავდება ეს არის ძალიან ფაქიზი თემა და აი თუ ჩაუღრმავდებით მას აი სადღაც ეს სწორია და სადღაც გადის ის ზღვარი რომელიც ჩვენ უნდა ვიპოვოთ სად არის სად მთავრდება სიკეთე და სად მთავრდება თეთრი და სად იწყება შავი აი როგორც ანტონიდის სწავლება ვახსენეთ მოშურნეობა საღვთო დინჭია მაგალითად ასეთი რა ადამიანმა ვთქვათ მიაღწია რაღაცას ვთქვათ წარემატა რაღაცა სფეროში მან მიაღწია დიდ დონეს და თუ მე ეს ამას რო შევხედავ რაღაცა ხდება ჩემში მე შეიძლება აღვინთო რომ აი მან თუ მიაღწია მე შეიძლება მივაღწიო და ბიძგი გახდეს ეს რა ბიძგი ეს შენში და ეს კარგია და რა თქმა უნდა ის შენთვის არის ნიმუში მაგალითად 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი არის სვიმონ მოშურნე ну როგორ ვთქვათ სვიმონ შურიანი ანუ მოშურნე ანუ ის იმდენად მდუღარე იყო შინაგანად რომ მას წყურო და საღვთო მადლი და ის როდესაც ნებისმიერ წმინდა ადამიანს იხილავდა და როდესაც მან თვით ღმერთიც იხილა მან ესე იგი ისე აღენთო რომ მან ყველაფერი გადადო იმისათვის რომ საღვთო მადლი მოეპოვებია და ახლა წარმოვიდგინოთ მის ქორწილში მოხდა პირველი სასწაული ღვთაებრივი ღვთისა როდესაც წყალი ღვინოთ იქცა და მან საკუთარი ესე იგი სიცოცხლე ამ ქვეყნიური სიცოცხლე მიატოვა და უფალს გაყვა და წარმოვიდგინოთ რა პიროვნებასთან აქვს საქმე და მადლობა ღმერთს რომ მან მერე საქართველოშიც იქადაგა და ეს არის სვიმონ კანანელი რომლის ესე იგი წმინდა ნაწილებით საქართველოშია დაბრძანებული და ეს უდიდესი მადლია ჩვენთვის ანუ ეს არის კარგი მხარე როდესაც აღინთები და როდესაც შენც ბიძგი გაქვს სიკეთისკენ იარო და რა ჩაიკეტო და თუნდაც მიბაძო სხვა მაგრამ თუ ჩაიკეტე და თუ ეს უკვე ბოროტებაა როდესაც ვთქვათ შენ უკვე არ გახარებს სხვისი სიკეთე როდესაც შენ არ გინდა რომ წარემატოს ვინმე იმიტომ რომ შენ მიგაჩნია რომ შენ მასზე ნიჭიერი ხარ რაღაცა პირობებმა განაპირობა რომ მან ის წარემატა და შენ რაღაცამ ხელი შეგიშალა რაღაცა გლობალურმა პრობლემებმა თუ ეპოქალურმა პრობლემებმა და ასე შემდგომ აი ანტონ დიდის ცხოვრებაზე ვახსენეთ რომ ანტონ დიდი ძიმე პერიოდში მოღვაწეობდა მაგრამ წმინდანთა ცხოვრებას თუ განვიხილავთ იქ ასე არის საბოლოოდ რომ არ არსებობს ეპოქა როდესაც არ შეიძლება რომ შენ პრობლემებს მოერიო შენ ბოროტებას მოერიო და შენ რომ წმინდანი არ გახდე ასეთი ეპოქა არ არსებობს იმიტომ რომ უფალი როდესაც მე ვიბადები მეუბნება სახარებაში როგორც წერია იყავიო სრული ვითარცა მამა შენი ზეცათა სრულია ყველა დროში და ეს ყველა დროში და ეს გზა უკვე გაკვალულია ეს გაკვალა თვითონ უფალმა წმინდანებმა ანტონი დიდმა და რა თქმა უნდა შეგვიძლია რომ ჩვენც მივაღწიოთ ამ დიდ სიკეთეს მოკლედ არ ჩუდეს მაინც ერთმანეთის დიდი მადლობა აქვე მინდა ის სულხან-საბას აქვს განმარტება შურის ძალიან ცენტრს ეს არის მწუხარება სხვისა სიკეთესზე და რაც მამამაც ახსენა და ესეთია შური მოკლედ ყველაზე ესეთი ესეთი რამ რომ სიყვარულის საწინააღმდეგო მდგომარეობა. ხო, მოკლედ მე ამ შურს ნინო შენი და შეგვიძლია რომ ლოცვისკენ წავიდეთ, ასე ვთქვათ, გადავაცილეთ დროს 7 დღის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში დაგველოდეთ.